ნიკა მელიას დღეს ჰქონდა მცდელობა ქართული ოცნების ოფისში შეხვედრო და თავის სათქმელი ეთქვა და ალბათ მათგანაც მოესმინა რაიმე საინტერესო სახელმწიფო ძალის ლიდერებისათვის. ან საერთოდ შედგა თუ არა რაიმე ტიპის კომუნიკაცია თქვენს კოლეგებთან ამ შემთხვევაში მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს. ჩემი სამძიმარე კიდევ ერთხელ ვაფერი ნუგეში ბუნებრივია ოჯახს ამ ჩემი სამძიმრით, მაგრამ ნუ ვალდებული ვარ ამით დავიწყო. თავარი რამ მინდა თქვა გიორგი დიდი პატივისცემი თქვენ და მე მაყურებლებისადმი აქ სალაპარაკო ბევრი ჩემი საზრით აღარაფერი აღარ დარჩა. აღარაფერი აღარ დაგვიტოვეს სალაპარაკო. ხელისუფლებამ დაირქვა თავს დაარქვა ქართული ოცნება და ხელისუფლება დაირქვა. სინამდვილეში ესენი არიან, რაც მალე ყველა გაიაზრეს კიდევ უფრო კარგად. ესენი არიან მოძალადეები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ძალადობაზე დგანან. ნაპირის გაღმა არიან გასულებს სადაც თქვენს რომ ჩვენ ვართ აქ ხალხი, მივიტაცეთ სახელმწიფო, რომელიც აპირებს მართვის სადავეების შენარჩუნებას, მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან სკამის შენარჩუნების აი ეს ცდელობა, მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით. ამ ბრძოლას შესაძლებელია 1, 2, 7, 8, 10 ადამიანი შეეწიროს, მაგრამ ნუ ეს არის ჩვენი პოლიტიკა. და ამას აღარც ამალავენ. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ახსენეთ, ასევე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის პირადად აი მეასე ხარისხოვანიც აღარ არის პარტიული პოლიტიკა. აღარაფრის შუაში აღარ არის. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა პოლიტიკა აქ რაც ხდება. ნუ პოლიტიკა მოკლა ლექსო. რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკური კონკურენციისთვის სივრცეც არ რჩება ამ შემთხვევაში უბრალოდ დემოკრატიული პროცესია გადასარჩენი, რომ აზრი ქონდეს კონკურენციის. გარდაჩარჩენი არის, როგორც თავისუფალი სიტყვა, თავისუფლება უბრალოდ გადასარჩენი არის. დემოკრატიული პროცესი დიდი ხანია აღარ მიმდინარეობს. ეს პროცესი უბრალოდ მოითხოვს ვიწრო პარტიული ინტერესები ძალიან შორს გადაგდებას. პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას. აი რაში გჭირდება პოლიტიკური პარტია თუ პოლიტიკა არ არის, არ არსებობს. ის პოლიტიკა, რომელიც ბიზნესში შემოთავაზა, ამ პოლიტიკამ შეიწირა ლექსო, შეიწირა ბევრი ადამიანი და კიდე შეიწირავს, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ მაგრამ ნიკა, მოდი, აი ზუსტად დაიწყეთ იმ სიტყვებით, რომელ ფრაზასაც ეს კითხვა მინდოდა, რომ ჩვენ გვყავს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც პოლიტიკის მიღმა დარჩა წლების განმავლობაში. ეს ხო არ იყო კიდეც ზოგადად პოლიტიკური პროცესის მიმართ იმედგაცრუება, გულისაცრუება ბიზნა ივანიშვილის მთავარი ამოცანა, რომ ქართველი ხალხი დარჩენილიყო ამ თამაშს გარეთ საერთოდ და ამ ძალადობრივი ჯგუფების და სამოქალაქო აქტივიზმის იმედზე, რომელსაც მხარს თუ არ გაუმაგრებს და არ გაუძლიერებს საერთო სახალხო ნება, შედეგების მიღწევა იქნება ძალიან რთული. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ამ ბრძოლაში ჩაიმუხლება, დაიღლება და ასე შემდეგ, მაგრამ შედეგის კუთხით ძალიან გაიწელება ეს პროცესი. რას ეთქვით იმ ადამიანებს, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს, მაგრამ ის დროა და ის დღეა, როდესაც ყველა უნდა მიხვდეთ, რომ მართლაც ბევრ რამეს ქვეყანას ვკარგავთ ამ გაგებით. დგომი ადამიანის მე, კონკრეტული სახე და გვარის მატარებელი, ხო? აი ამ წუთას და ამ პროცესში მეც კი მიუხედავად იმისა, ფორმალურად თუ არ ხო პარტიის თავმჯდომარე არ ვაიდენტიფიცირებ. ჩემი იდენტიფიცირება ახლა არ ხდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. მართლაც აი ამაზე გუზნობ. ყველ მოგატყვილებთ. აქ ექიმი, მექანზე, საჯარო მოხელე, ჟურნალისტი, ბუნებრივია, სხვა გამოწვევის წინაშე დავდექით. ეხლა ამ ადამიანებს რომ შეეძლოთ საქართველოს მკვლელობა, საქართველოსაც მოკლავდნენ. მართლაც რომ შეეძლოთ საქართველოს მკვლელობა, მოკლავდნენ ხვალ დილით. აგაგიწერეთ რა თქვა, ხო ილეჭა ჯოძის გასვენებაში. იმ ადამიანებს, ვინც მოკლა ილეჭა ჯოძე, რომ შეეძლოთ საქართველოს მოკლავდნენ საქართველოს. მარტო ეს ადამიანი კლავს ქვეყანას, სახელმწიფოს როგორც ასეთს. ამიტომ ახლა ერთობა როგორც ასეთი ყველაზე ფართო გაგებით არის ერთადერთი უებარი გამოსავალი. სადაც უნდა იყოს როგორც პოლიტიკოსი პროფესიით, როგორც ინჟინერი, როგორც თერაპევტი, არ ვიცი, უბრალოდ არქიტექტორი, უმუშევარი ყველაზე მეტად ეს ბრძოლაა და მეტიც. ნუ არ გითხრათ, ეხლა არ მინდა პათეტიკურად ჟღერდეს ეს სიტყვები, რომელსაც მე ახლა ვიტყვი, მაგრამ მე ამ ქვეყანაში, ასეთ ქვეყანაში, სადაც მოძალადეები ბატონობენ და იხტიბარსაც კი არ იტეხენ, ხო? ცხოვრებას მიჩვენია სიკვდილი პირდაპირ გეუბნებით. მე
არ მინდა ვიცხოვრო, მით უმეტეს ჩემმა შვილმა არ მინდა იცხოვროს იმ ქვეყანაში, სადაც მოძალადე ქადაგებს 24 საათის განმავლობაში როგორც ხელისუფალი. და ეს უნდა მივიღოთ მართლა როგორც ხელისუფლების მიერ ნათქვამი სხვადასხვა შემოთავაზებები არტიკულირების გზით. არ მირჩენია პირდაპირ გეუბნებით, და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ან ვიყო ცოცხალი ქართულ ხალხთან გამარჯვებული ცოცხალი, ან უბრალოდ ამ ბრძოლაში წავიქცე. ამ ბრძოლასაც ჭირდება ორგანიზება. დღეს ითქვა, რომ თქვენ პირადად და თქვენს თანამებრძოლებს გაქვთ კონკრეტული გეგმები, მათ შორის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები უკვე არსებობს. დეტალები კიდე დამატებითი შეჯერდება, კონსულტაციები გაგრძელდება, არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის, იმიტომ თქვი აგი ზემოთ. სამოქალაქო ჯგუფებთან, უბრალოდ აქტიურ საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მიმდევარ საქართველოს მოქალაქეებთან და გადავდივართ მოქმედებაზე. გადავდივართ მოქმედებაზე, სადაც როგორც მინიმუმ უახლოეს პერიოდში ხელისუფლება უნდა გადადგეს. არიქა დაინახოს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ და ამის ნიშნები უკვე არის. ამის ნიშნები საერთაშორისო თანამდებობის მხრიდან უკვე კაფიოა, ხო? ყველაფერს ნელ-ნელა დაერქვა თავისი სახელი მათი მხრიდანაც. დანარჩენი ჩვენი საქართველოს მოქალაქეების გასაკეთებელი არის. დაჭირდება საკუთარი სიცოცხლის მიტანა სამსხვერპლოზე, უნდა მიივიტანოთ. კი ბატონო, სხვაგვარად მიმტაცებელი ამ მართვის ადავებს გიორგი არ გაუშვებს. ვინ უნდა იყოს ყველაზე მეტად ბრძოლის ავანგარდში? მე ყველანაირად ვეცდები, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა ადამიანზე წინ ვიდგე, როგორც ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქე. კი ბატონო, ბევრისთვის ეხლა ვარ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ახლა არ ვიტყვილები, არ მაინტერესებს. პირდაპირ გეუბნებით, არ რას მაძლევს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეობა ეხლა, როდესაც სახელმწიფო არ არის და გვათამაშებენ უბრალოდ გვათამაშებენ პოლიტიკას. არ არსებობს ამ ადამიანს თქვა, რომ გასაგებია 40 ადამიანმა ვცემეთ, 40 ადამიანმა მუშტი მოუქნიეთ ლექსოს, სასიკვდილოდ გავიმეტეთ. აი ამ ვერსიას ყიდიან ეხა. მოუკალით ცემით, მაგრამ გადარჩა. იყო ჩვენ არ მოგიკლავს. უბრალოდ წავიდა და რაღაცა სიკვდილი დადგა სხვაგან და დება მიბოძეთ, ეხლა მოგიყვეთ სად დადგა სიკვდილი. ამ ვერსიას კიდევ უფრო უარეს გთავაზობენ. ასე ხომ იყო? რეალურად ასე იყო. ამიტომ ამას აღარავინ აღარ იყიდის და თუ კი იყიდა ვინმე ამისიც არ მოგვერიდოს. ამისიც არ მოგვერიდოს, ესე იგი მაშინ ჩვენ უნდა დავდგეთ და თქვათ, რომ კაპიტულაცია. ბიძინა ივანიშვილს სანამ არ მობეზდება, კონდეს ეს სახელმწიფო. და გავზადოთ ქვეყანაში შვილები, სადაც ხვალდაზე უბრალოდ იძალადებენ და მე გაყიდიან ამ ძალადობას კანონის სახელით. და იტყვიან, რომ ეს არ იყო ძალადობა, ეს იყო უბრალოდ სახელმწიფოს მხრიდან გადადგული სამართლიანი მერე რა, რომ შეიძლება მრუდე სამართლის სახელით ვიმოქმედეთ, მაგრამ სამართლის სახელით მოქმედებდით. ამას აღარავინ აღარ იყიდეს, იხსებიან როგორც კრიმინალები, რომლებიც გაუსწორდებიან ხოლმე რიგით მოქალაქეებს, მერე მტერი აღარ უნდათ კრიმინალებს და მოკლავენ ცემაში და მერე შერიგებას სთავაზობენ მსხვერპლს. ეხლა ამას გვთავაზობენ, რომ ლექსო, რომელიც რეალურად მათი ხელით მოვკდა 5 ივლისს ჯერ კიდევ სიკვდილიო ბიოლოგიური დადგა სხვაგან სხვა მიზეზითო. ამას ეხა ვინმე თუ დაიჯერებს და ამას თუ ვინმე უბრალოდ იყიდის, მაშინ არ მინდა სიტყვები თქვა, რომ ეს სახელმწიფო ამ ყველაფრის ღირსი არის, არა, ეს არ დადგება. მათი გადმოსახედიდან ასე არის. ისინი ცდილობენ, რომ ხერხემალში გადატეხონ ქართული ნება ახსენეთ. ნება გადატეხონ. უსუსურებად უნდა წარმოეჩინათ მთელი ქვეყანა, მთელი საზოგადოება, რომ ბევრი ფული აქვს, დიდი ხელისუფლება აქვს, ძალაუფლება და ვერ მომერევით. ლექსოს გზის გავლა დაგჭირდება, უნდა გავიარო მე პირველ რიგში. გავიარო, რომ მაგალითი მივცე ბევრ ადამიანს. კი ბატონო, აი ამისთვის მე პირადად შინაგანად სულიერად მზად ვარ. დამჭირდება სიკვდილის ფასად გამარჯვება, უნდა დაიდოს სასწორზე სიცოცხლე. სხვაგვარად მოძალადეს, რომელიც არის ყველაფერთან ვერაგი, გამარჯვება უბრალოდ მოიპოვა უახლოეს პერიოდში გაჭირდება. ამიტომ შევიკრიბებით, გამოჩნდებიან მართლაც რეალურად თამამი თავდადებული ადამიანები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ დააყენებენ. მე პირადად ამას ვაპირებ. მადლობა, ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი.